მე ვარ ტატო შერვაშიძე 7 წლის. ვსწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ცეკვა, ხატვა და ფეხბურთი. აქედან ყველაზე მეტად მიყვარს ფეხბურთი. ერთი თვეა ვთამაშობ ვესტ ჯორჯიაში. ფეხბურთზე შესვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მოვწონს როგორ ავარჯიშებენ ბავშვებს, როგორ თამაშობენ, როგორ ასწავლიან და რაც მთავარია, მინდა გამოვიდე ფეხბურთელი. მე ვთამაშობ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე. ადრე ვთამაშობდი შეტევაში, ახლა გადმოვედი ნახევარდაცვაში. იმიტომ გადმოვედი ნახევარმცველში, რომ ჩემი მეგობრები რომ თამაშობდნენ, მეც მომინდა. მოედანზე ჩემი მთავარი მიზანია პასების მიცემა. ისე მიყვარს გოლების გატანაც. ჩემს კარიერაში სულ მაგ გატანილი 54 გოლი. ერთი გოლი გამომივიდა ყველაზე ლამაზი. ჩემო მეგობარმა ზევიდან მომცა პასი და მე გავიტანე მაკრატელა. ჩემი ყველაზე კარგი საფეხბურთო თვისებაა დრიბლი. გამოსასწორებელი მაქვს ზუსტი პასი. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია რონალდო. საყვარელი გუნდია რეალი. საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი 8 ნომრით. მე მინდა რომ მქონდეს წითელი ფორმა. უკან უნდა ეწეროს ნომერი 8 და შერვაშიძე. მე რომ ახლა კარგი ფეხბურთელი ვიყო, კარიერას დავიწყებდი მანჩესტერ სიტიში. მერე გადავიდოდი PSG-ში და მერე რეალში. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 39 წლამდე. კარიერის დამთავრების შემდეგ გავხდები ბიზნესმენი. ჩემი ბიზნესის სფერო იქნება რესტორნები. ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი ხალხი. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები და კარგი მეგობრები მყავს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის ნიკო. ყველაზე ცელქია დემი. ყველაზე მშვიდია ლილი. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ამიტომ მყავს კარგი და ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვიყვარ, ვიქნები 20 წლის. შვილებს დავარქმევ გაბრიელს და ლილეს. ჩემს ცოლს დავალქმევ ნუცას. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ქეთევან დუმბაძე. იმიტომ რომ არ ყვირის, კარგად გვიხსნის გაკვეთილს და გვეხუტება. ჩემი სკოლის დირექტორს არ ვიცნობ და მინდა გავიცნო. პირველ ნახვაზე ვეტყვი, რომ ძალიან კარგი დირექტორია. და ვთხოვ, რომ დასვენებები გაზარდოს 4 წუთით. ახლა მინდა ვიყო 25 წლის, რომ ვითამაშო მანჩესტერ სიტიში. მე ასევე მიყვარს ხატვა და ჩემით ვისწავლე. ვიდეოებს უყურებდი, როგორ სწავლობდნენ, როგორ ხატავდნენ და მეც მაგიდან ვისწავლე. მე ვიცი პორტრეტის ხატვა, ვიცი მდინარეების ხატვა, ბუნების ხატვა და გადახატვა. მე მგონი ყველაფრის ხატვა ვიცი. ყველაზე ხშირად ხატავ სათამაშო. ნახატებს ვაგროვებ და ახლა მაქვს 55-52 ნახატი. მინდა ნახატების გაყიდვა და თითო ეღირება 50 ლარი. მე როდესაც ფული მაქვს, ძირითადად ხარჯავ ტკბილეულში. ჩემი საყვარელი ტკბილეულია ორიო. მინდა ჩემი ნახატების გამოფენა მოვაწყო ბულვარში. ჩემი საყვარელი ფერი არის ლურჯი და არ მიყვარს ყვითელი. იმიტომ რომ ყვითელი არის ძალიან გამჭვირვალე ფერი. მე ვიშრობ რამდენიმე მხატვარს და კარგად ხატავს ჩემი ბიძოლა. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ბებია, ბიძაშვილი 2, ბიძოლა, ჩემი დაიკო და ვიძი. კიდე მინდა მყავდეს ერთი ძმა. ჩემი და არის 9 წლის და ქვია ანამარია. ის არის მშვიდი, ბრანჭია და უყვარს თამაში და ნერვების მოსვლა. ნერვებს მისლის, როდესაც რამის თამაშს ვიწყებთ. უფრო სწორად თამაშის ბოლოს. ისე კაი გოგოა და ძალიან მიყვარს. ჩემი აზრით ანამარია რომ გაიზრდება, იქნება ექიმი. მამიკო არის საქმიანი, მზრუნველი, უყვარს დედიკო და ჩემსავე სიმპათიური. დედიკო არის ლამაზი, წყნარი, მზრუნველი, უყვარს ხატვა, არის თბილი და კარგი დიასახლისი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ნამცხვარი თეთრი დათვი. ჩემი ცოლი ყველაზე გემრიელად გააკეთებს პიცას. მე ასევე მიყვარს ცეკვა და უკვე ერთი თვეა ვცეკვავ ფეხსიზანში. ცეკვაზე ვიტყვი შევედი, რომ ჩემს ქორწილში მინდა ვიცეკვო. ჩემი საყვარელი ცეკვაა აჭარული. საყვარელი ლეთია ეს. მე მაქვს ცეკვის ნიჭი და კარგი ტანი. დარწმუნებული ვარ ვიცეკვებ დიდ სცენაზე. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ეზომეს 200 იგავი. კითხვა შემაყვარა ბებია. ბები არის ძალიან მხიარული და ახალგაზრდა. მიყვარს პოეზია და ვწერ პატარა ლექსებს.
ლექსებს ძირითადად წერ დედაზე. მიყვართ ჩემი ლექსებიც და კაი პოეტების ლექსებიც. ჩემი საყვარელი ლექსია მეთევზე ბიჭის ბალადა. ჭალას ჩაღმა ჩამუყევი ბამბუკით და ანგესით ბიჭი ვიყავზე პერანგა მოხეთ ქილი ანგესით და იქ სადაც შრიალი ბინდი იცის ნორემბა დავინახე ქერა ქალი დალალებს ისწორებდა წელზე ვიტკი ვარდისფერი ბუსუსების ფორები წელსქვევით კი დავინახე ეცვა მხოლოდ მორევი ბანაობდა და უკეთეს ქვეყნად რამეს ნახავდი წყალს მიქონდა ტანის ლანდი როგორც ნისლის ღაღადი თრებოდა და ნებიურობდა ჩქერთა ჩქარი ჯირით ბროლის კერძზე დადებული ორადორი ქვირითი ბანო და მინახა შეიცხადა მერე მორევს დანებდა და მორევი ბორიალი ტახურყუმა ლავებდა გოგო თირთქვი გოგო თართქვი გოგო საიადონო ყიდა ღაბარდა მეღუპა ხელემშვა ბატონო ჩქერალებში ჩამავალი მზის შუქივით მიმიქრალმა კლავთა ტეტრის ხაფაშხუბით ახლოს არ მიმიკარა ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს ავაშენებდი ჩემს სამყაროს და იქ იქნებოდა ბევრი ბავშვი და ბევრი ტკბილეულობები სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი ესპანეთში წინა მონაწილეობდა მიტოვა ასეთი შეკითხვა რა არის ჩემი ოცნების საჩუქარი ჩემი ოცნების საჩუქარია საგძური მადრიდში და რეალის თამაშის დასწრება შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას უნდა იყოს თუ არა ადამიანი უკდავი ჩემი აზრით ადამიანი უნდა იყოს უკდავი ან მინიმუმ უნდა ცხოვრობდეს 110 წელი ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და ოჯახის კარგად ყოფნა მე ვარ ბედნიერი ადამიანი